თქვენ სიცილის, სირბილის, ხტუნვის და ზოგადად ფიზიკური აქტივობის დროს შარდის შეუკავებლობა გაწუხებთ, მაშინ თქვენ მარტო არ ბრძანდებით. დიახ, ტაბუ დადებული თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია ძალიან ბევრ ქალბატონებში. და არა მხოლოდ ეს თემა, არსებობს კიდე უამრავი სხვა თემა, რომელსაც დღეს განვიხილავთ და ჩვენთან ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად სტუდიაში საოცარი ადამიანი, პროფესორი, უროლოგი ალექსანდრე ხელაი. მოგესალმებით. გამარჯობა შორ, მადლობა დიდი რომ მოგვიწვიე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრე, ძალიან რთულია ვიცი ჩვენ დროში, დღეს გამონახოთ დრო და მოხვიდე ასეთ საცობებში მით უმეტეს, მაგრამ თემა იმდენად აქტუალურია და იმდენად საჭირო და იმდენად დახურულია რატომღაც საზოგადოებაში მე ვერ ხვდები რატომ ოღონდ ფიქრობ რომ მე და თქვენ დღეს როგორმე შევძლებთ და ბევრ ქალბატონს რაღაცნაირად გაუხსნით იმ ფარდას და დავეხმარებით, დავანახებთ გზას, თუ როგორ შეიძლება ზოგადად ამ თემას შეხედო პოზიტიურად, არ ჩავარდე სტრესში, პანიკაში და ასევე დააფასო რაღაც ნიუანსები, შეისწავლო შენი სხეული, ისწავლო შენი სხეულის მოსმენა და ასევე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ თქვენ მოგცემთ ძალიან ბევრ საინტერესო რჩევას როგორც ექიმი პირველ რიგში. ბატონ ალექსანდრე, რატომ არის ტაბუდადებული ეს თემა? დავიწყოთ ახლა ამ ფარდის ახსნა. იმიტომ რომ შარდის შეუკავებლობის შემდგომ თავად ქალბატონი ცდილობს ამ ფარდას ამოეფაროს. დამალოს ეს თავისი პრობლემა. არ ისაუბროს, არ გამოამჟღავნოს. ხშირად შეიძლება ჩათვალოს ეს ნორმა არის თავისი ასაკიდან გამომდინარე, მშობელს ეგრე ჰქონდა, თუნდაც ეს გენეტიკური ფაქტორიც არსებობს. დიახ, არსებობს. არსებობს გარეთა ფაქტორების გავლენა ამ გენეტიკურ გავლენა, ამ გენეტიკურ შინაგან ფაქტორზე. ეგეთი მნიშვნელოვანი თემა არის, მაგრამ მოხდა ეს ფაქტი, აქვს ეს პრობლემა და ყველაფერს აკეთებს რომ დამალოს. და მშობიარობის შემდეგ ხდება ეგ ამბავი თუ არის შემთხვევები, როდესაც ქალბატონს საერთოდ არასოდეს არ ქონდა მშობიარობა და რაღაც მიზეზის გამო, თქვათ, თუ ქალბატონს არასოდეს არ ქონდა ეს პრობლემა, უბრალოდ თუ ქალბატონს არასოდეს არ ქონდა მშობიარობა, დიახ, არის ეგეთი მომენტი რომ არასოდეს მშობიარობა სინაში არ დამდგარა მისი, ასე ვთქვათ, ორგანიზმი, ესეთ დავარქვათ მას. იმიტომ რომ მშობიარობა ეს ძალიან დიდი რისკ ფაქტორი არის. ესეთ შემთხვევაში დადგება კლიმაქტერული პერიოდი და მერე იჩენს თავს. ამიტომ ჩვენ ორი რისკ ფაქტორი გვაქვს. მშობიარობა, ხო. მცირე მენჯის სტრესი, ასე დავარქვათ, ეს არაჩვეულებრივი ბიოლოგიური პროცესი არის, უამრავი წვლილი ამ მომენტს ელოდება. მაგრამ ეს არის სტრესი, დავარქვათ, მცირე მენჯისთვის. ქალის მცირე მენჯისთვის ეს არის სტრესი, ხო? ამდენი წელი ამით ვარ დაკავებული, უკვე 20 წელი საქართველოში რაც ამით ვარ დაკავებული და ეგეთი რამე არასოდეს არ მithქვამს, იმიტომ რომ ხვდით ფარდას ამ პრობლემას. ეს არის სტრესი ქალის მცირე მენჯისთვის. დიახ. მეორე მომენტი არის კლიმაქტერული პერიოდი, რომელიც არანაკლები სტრესი არის მთლიანად ზოგადად ქალისთვის და ასევე სტრესი არის მცირე მენჯისთვის. და რა იწვევს, უფრო ჰორმონალური პრობლემები იწვევს ამ პრობლემის, მე პრობლემას ვერ დავარქმევ, ის კი, რა თქმა უნდა, სტრესია, მაგრამ ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც გარდაუვალია ალბათ რაღაც კონკრეტულ ასაკში და მით უმეტეს თუ ალბათ ქალბატონს აქვს მენჯი, არც ისე ალბათ კარგად ნავარჯიშები, თუ რა პრობლემას ძალიან ბევრი ცდილობს რომ ვარჯიშობს, კეგელის ვარჯიშებსაც აკეთებენ, ცდილობენ რაღაც ლაზერულ თერაპიასაც მიმართავენ, მაგრამ
ნუ ჩვენ ვიცით, რომ არის შემთხვევები, როდესაც ქალბატონი არ აღიარებს, თვით აღიარება არ ხდება, ანუ რაღაცნაირად მალავს საკუთარ თავთან არ აღიარებს პირველ რიგში. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დანარჩენთან. ერთმანეთთანაც არ საუბრობენ ქალები ამ თემაზე. კი, ახლა ბოლო მაგალითს მოგიყვებით ამასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ ქალბატონს გაუკეთე ოპერაცია ამასთან დაკავშირებით და თხოვე, უბრალოდ გამოკითხვა ჩაეტარებინა თავის, ასე ვთქვათ, კოლექტივში. და ის გაოცებული იყო, რომ უამრავმა ქალბატონმა მითხრაო, რომ თურმე მეც მაქვს ეს პრობლემაო, ხო? ეგეთი მომენტი არის. ჩემი კლინიკიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც მე ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ვიყავი დაკავებული, წლების წინ, ძალიან ბევრი წლის წინ, ერთ პალატაში ორი ქალბატონი იყო. ორივე ჩემი პაციენტი, ერთის გაუკეთა ამის გამო ოპერაცია და მეორეს აბსოლუტურად სხვა პრობლემის გამო იწვა კლინიკაში. და როდესაც დაინახა მეორე ქალბატონი, რომელსაც ეს შივლი ჰქონდა, მანაც თქვა, რომ მეც ეს პრობლემა მაქვსო. აღიარა. იმიტომ რომ შეიძლება ის კი ფიქრობდა, მაგრამ მას შეიძლება არც კი იცოდა რა გამოსავალი ეძებნა აღნიშნული პრობლემის გამო და გვერდით რომ დაინახა მეორე ქალბატონი, რომელიც უშუალოდ ამ პრობლემის გამო იყო დამდგარი სწორ გზაზე, მანაც თქვა, რომ მეც მინდა ამის მოგვარებაო. და როგორ ფიქრობთ ბატონო ალექსანდრე, არის თუ არა ეს ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც ქალს ეშინია ამის აღიარება, ვინაიდან არ უნდა რომ გაამჟღავდეს მისი ბიოლოგიური ასაკი. ანუ ეშინია რომ მაინც ხო ხდებით აი ასაკოვან ქალებს ემართებათ ხოლმე ესეთი მომენტი, ანუ ბებიებს და ასე შემდეგ, მაგრამ მე როგორც ვიცი, დღეს უკვე საკმაოდ ახალგაზრდაა ეს პრობლემა, გაახალგაზრდავდა და არის შემთხვევები, როდესაც გოგოები 36-37 წლის ასაკში, ვისაც თირკმლის პრობლემაც გააჩნია, ეჯახებიან ამ სტრესს. მე ალბათ გონია და ვფიქრობდა დარწმუნებული რომ ბევრი მალავს. მალავს. ბევრი მალავს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დამალავს, იმიტომ რომ შეუძლებელია. ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ ეს შენ ბოლომდე რომ დამალო ეს პრობლემა, შენ ბევრ რაღაცაზე უარიც უნდა თქვა. მაგალითად, მეუღლესთან ინტიმურ თანაცხოვრებაზეც კი. ანუ უშლი? იმიტომ რომ იმ მომენტში შეიძლება მოხდეს შარდისუნებული დავრა. რას იძახით, ხო? შენ შეიძლება მეგობრებთან ერთად თქვა, ცეკვაზეც შეიძლება უარი თქვა. იმიტომ რომ სპორტზეც უარი თქვა, იმიტომ რომ ესე დროს შეიძლება ეს მოხდეს. მე გამიგია, ნუ ეხლა მაინც მიწევს ქალბატონებთან უფრო ურთიერთობა, ვინაიდან თვითონ პროფესიაც ესეთი მაქვს. აი იქ უკვე ხდება აღიარება და ქალბატონები იძახიან, რომ ძალიან ხშირად ფიტნესში, სადაც აქტიურად ვარჯიშობენ და ასევე სადაც უწევთ ხტუნაობა და ამიტომ ძალიან ბევრი ქალბატონი დღეს რაღაცნაირად მიმართავს უფრო დინამიურ ვარჯიშებს, სადაც არ ჭირდებათ ბევრი ხტუნვა, თუნდაც კროსფიტი მაგალითად, რომელიც მოითხოვს ესეთ აქტიურ მოძრაობას, ვინაიდან ერიდებათ, თან არ აღიარებენ და თან რაღაცა სხვადასხვა მიზეზებს პოულობენ, იმიტომ არ დავდივარ, იმიტომ რომ და არა იმიტომ რომ აი ეს პრობლემა მაქვს და იმის მაგივრად რომ ვთქვათ, მიმართონ ექიმებს, ან თქვათ რაღაცნაირად არსებობს ალბათ ამის ვარჯიშები და ამასაც გავვლით, ხო? ცდილობენ რომ რაღაცნაირად სხვანაირად მოუარონ ამ პრობლემას. მესმის. კი, ესეთი მომენტი არის, მაგრამ უნდა ვთქვათ ეგეთ მომენტი, რომ ბევრი ქალბატონი მოსულა, როდესაც გადაწყვეტილება მიუღია, რომ მას რაღაც წონისკლების მომენტი გამო ან სხვა რაღაცის გამო დაუწყია, თქვათ, იგივე აერობიკაზე, ან რაღაც მსგავსი აქტივობები, ფიტნეს დარბაზი არის, ჯიმი არის და ეს შემდეგ, მაგ დროს მომხდარა მის ცხოვრებაში. მეტად პირველად არა, უფრო მკაფიოთ ეს და მე უკვე გაუანალიზებია ეს, რომ მოდი მართლა ეს რაღაცა ძალიან ისეთინაირი პრობლემა არის და კიდე დატვირთვა მისცა და კიდე უფრო მეტად გამოიხატა და ეგეთი მომენტი არის, ეგედებიც არის. და შეიძლება რომ წონამ გამოიწვიოს, აი თქვა ზედმეტი წონის გამო. ან რა მიზეზი, აი მიზეზი, ხო შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული გამოწვევი მიზეზი, ეს არის ჰორმონები, ეს არის არასწორი ცხოვრების წესი, ეს არის თქვათ რაღაცა,
რა საიდანღაც ხო იწყება, ნუ გასაგებია რომ შეიძლება გენეტიკურიც იყოს, ხო, როგორც თქვენ ძალეთ, ისევ და ისევ მენჯის სტრუქტურიდან გამომდინარე, ხო, ალბათ წყობა და ასე შემდეგ. მაგრამ აი თქვათ, ხო შეიძლება რაღაც პრევენცია მოახდინო ამ ყველაფრის და ამ თქვათ თუ არსებობს ნუ თქვათ არც ბებიას, არც დედას არავის არ ქონდა, მაგრამ არსებობს ფსიქოსომატიკაც ხო მუშაობს. არიან ქალბატონები, ვინც ძალიან კარგად უვლიან საკუთარ თავს, აქვთ რაღაცა ეს შიში ეს არ დამემართოს. აი ეგ მომენტი. აი ამ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოსომატიკამ იმუშაოს ისე რომ დაემართოს, იმიტომ რომ ამაზე იფიქრა? არ მგონია. არანაირი კავშირი არა, ხო? ეგრე ვერ მოხდება, იმიტომ რომ აქ რაღაცა პათოფიზიოლოგიური მიზეზები არის ამის. ფიზიოლოგიური მიზეზი. ხო, ერთადერთი ფსიქოსომატიკა და ნერვიულობამ შეიძლება უფრო მეტად გახშირებული შარდვა გამოიწვიოს და ამან მეტად ეს გამოავლინოს, თორე აი მე ამაზე ვფიქრობ და მაგიტომ დამემართა, ეს ვერ გამოიწვიოს ამას. რაც შეეხება მიზეზებს, ნუ რა ვიცი, ახლა 12, 15, 20 მიზეზის თქმა შეიძლება იყოს, თქვათ, მაგრამ არც ერთი წამყვანი არ არის ამ დროს და ყველას თავისი რაღაც როლი უჭირავს. მაგალითად, მშობიარობა ვთქვით. იმიტომ რომ ამ დროს იოგების გადაჭიმა ხდება. მეორე მომენტი, მაგალითად, თამბაქოს დროს მიკროცირკულაცია ირღვევა და ეს კიდევ აი ამ ბოჭკოების რაღაცა დონების შემცირებას იწვევს. კუნთოვანი ბოჭკო მცირდება, მის მიმართ წასული ნერვული დაბოლოება მცირდება. ნერვულ დაბოლოებაზე, კი ბატონო, დავიწყოთ საუბარი დიაბეტზე. განსაკუთრებით ტიპი 1, იმიტომ რომ მიკროანგიოპათია არის ბოჭკოების დაბოლოებები, როგორც ნერვული, ასევე კუნთოვანი მიოფიბრილები, ეს განლევა ხდება. აბზობა, მუდმივი ჭინთვა ჭირდება ქალს. ბრონქიალური ასთმის დროს, მუდმივი ხველის დროს, მუდმივი ფიზიკური დატვირთვა არის. თქვენ ხო ვთქვით, რომ ნებისმიერი აქტივობის დროს, ანუ ვახველებთ ამ დროს, ყოველი ჩახველების დროს თითო ბოჭკო იოგი რომ ჩაწყდეს. წონას რაც შეეხება, წონა ეს მეტაბოლური სინდრომის გამოვლინებაა, იქვე არის შაქრიანი დიაბეტი, იქვე არის მიკროცირკულაციის დარღვევა. ამასთან ერთად უზარმაზარი მასა, როგორც მუცლის წინა ფართოკი, ეს ქსოვილი უამრავ უზარმაზარი, ასევე ნაწლავების მასა, ეს თლიანი თელი ძალით ურტყამს ამ შარდსბურს და ჩამკეტი მექანიზმი ამ დროს ხო, ასე რომ მიზეზი თვით, ასე თქვათ, რომ შევკრივოთ მიზეზები, ყოველ მიზეზს რაღაცა თავისი წვლილი აქვს. პრობლემა ბევრია. ბატონო ალექსანდრე, მე ესეც ვიცი, რომ არიან ქალბატონები, ვისაც ყავს მაგალითად 6-7 ბავშვი გაჭენილი, უმეტმა კარგად იმყოფოს და ბევრი მშობიარობა და სრულიად აბსოლუტურად ამ პრობლემას არ ეჯახება და შეიძლება ერთი მშობიარობის მერე აი ასეთი სტრესი დაემართოს. ესე ვთქვათ, სტატისტიკით ეხლა რაც უფრო მეტი მშობიარობა, იმით უფრო მატულობს, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება ეს 100%-იანი არ იყოს, ხო? აი 6-ია და ეგეთი ქალბატონი, მაგრამ ვთქვათ 6-ჯერ ნამშობიარები ქალბატონების 100 ქალბატონიდან შეიძლება 20 არ კონდეს ეს პრობლემა, 80% ნამდვილად ექნება. ამასთან ერთი ქალბატონი მიკავშირდებოდა ორსულად ვარო ეხლაო და შარდის შეუკავებლობა მაქვსო. ნუ აი ზუსტად ესეთი ფრაზა არის. მე ვეუბნები რომ მოდით ალბათ მშობიარობის საკითხების მერე დაუბრუნდეთ მეთქი და ვეკითხები პირველი მშობიარობა არის, პირველი ორსულობა არის მეთქი, იმიტომ რომ ნუ ეგეთი მომენტიც არსებობს და ორსულობის დროს, პირველი ორსულობის დროს რატომ იწყება ეს პრობლემა, მაგასაც გეტყვით. ხო და არაო, მეოთხე არისო და მას კითხვას უბრუნებ, მანამდე არ ყოფილაო? კი, იყო, მაგრამ ეგეთი დონის არ იყო, ესეთი დონისო, ხო? ხო და რა თქმა უნდა, ახლა სამჯერ იმშობიარა და ბუნებრივია ეგრე იქნება, ხო? ასე რომ ჩვენ თქვით, რომ თუნდაც ერთი მშობიარობა უკვე სტრესი არის მცირე მენჯისთვის. ვინაიდან შეუძლებელი არის. იქ ჩახევა არ არის, ან რაღაცა სხვა ვიზუალური დეფექტი არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შინაგანად კუნთოვანი იოგოვანი აპარატი აბსოლუტურად სხვა არის, თუნდაც ერთი მშობიარობის შემდეგ და ყოფილა ქალბატონი, გოგონა, პირველი მშობიარობის შემდეგ ეს სერიოზული პრობლემა. ახალგაზრდა. არც კი გავლილა, არც კი შემცირებულა.
აი მშობიერობის შემდგომ დაეწყო და ეგრე რჩება. კი, ვეუნებით გაივლის, აღდგება, მაგრამ არ აღდგა და ვერ გაიარა. ბატონო ალექსანდრე, მე მაინტერესებს რაოდენობა. აი რაღაცნაირად ესეთი კითხვა ჩვენ ძალიან უკვე სიღრმისეულად შევედით, მაგრამ შეიძლება ცოტა ვთქვათ, რომელიც უნიშნელოა და იმიტომაც არ აქცევენ ალბათ ყურადღებას. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უკვე რაოდენობა და ის უკვე სერიოზულ დისკომფორტში აგდებს, ხო, ადამიანს. აი ზუსტად ეგ არის ალბათ ის მომენტი, როდესაც უნდა მიაქციო ყურადღება სანამ მიხვალ უკვე იმ კონკრეტულ რაღაცას სერიოზულ სტრესს. ზუსტად ეგ არის ყველაზე მთავარი მომენტი, რაოდენობა. იმიტომ რომ მე მარტ ვარ დარწმუნებული, რომ 1-2 წუთის გამო არავინ არ მოდის. უიშვიათესი რამე არის. ამის მატებასთან ერთად უკვე იწყება რაღაც ფიქრი, რაღაც გზის ძიების. აქედან გამომდინარე ეს რაოდენობა გადაწყვეტავს მწყვეტს ყოველთვის რა გავაკეთოთ. ერთ რაღაცას ვამბობ, ეხლაც ვიტყვი და ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ყველა ქალს, ვისაც აქვს შარდის შეუკავებლობა, ყველას ოპერაცია არ ჭირდება. იმიტომ რომ არსებობს ფორმები შარდის შეუკავებლობის, რომელიც კუნთოვან მექანიზმ აპარატთან არის დაკავშირებული მის მოდუნებასთან და არსებობს მეორე ფორმა შარდის შეუკავებლობისა, ეგრეთ წოდებული ჰიპერაქტიული შარდის ბუშტი, რომელიც შარდის ბუშტთან არის დაკავშირებული და მისი ზედმეტად აქტივობასთან. გადავდოთ, მას პრეპარატები ჭირდება და ის, რადგანაც ჩვენ რაზეც დავიწყეთ საუბარი, ფიზიკური აქტივობის დროს გვეუღრება შარდი, ხო? რაოდენობაზე არის. თუ ეს საწყისი არის, აქ საერთოდ არც კი განეხილება ოპერაციის საკითხი. აქ ჩვენ შეიძლება ფიზიოთერაპია დავნიშნოთ, მენჯის რეაბილიტაცია დავნიშნოთ, ფიზიკური სპეციალური ვარჯიშები დავნიშნოთ და ესე შემდეგ. მაგრამ თუ რაოდენობა უკვე მკვეთრი არის და უმეტეს შემთხვევაში ეგეთი ფორმის მოდის ქალბატონი, რომელიც რამოდენიმე საფენსაც კი იწვლის დღის განმავლობაში, აქ რა თქმა უნდა მსგავსი კონსერვატიული, ასე ვთქვათ, ღონისძიებები აღარ მოგცემს, ვერც მოგცემს ვერანაირ შედეგს და აქ უკვე რეაბილიტაციური ოპერაციის საკითხიც დგება. და აი თერაპია თვითონ, ხო, მე პრევენციას არ ვსაუბრობ, მე უკვე ვიძახე, როგორც მკურნალობა, ხო? ხდება ჰორმონებითაც შეიძლება დაალაგდეს. რა თქმა უნდა, კლიმაქტერული პერიოდის მომენტში კი აუცილებელია ლოკალური ჰორმონის გამოყენება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. და ჩვენ შევეხეთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას და ძალიან ვფიქრობ, ასევე ტაბუ დადებულ თემას, ეს არის მენოპაუზა. ქალბატონებო, ნუ გეშინიათ, მენოპაუზა ეს არ ნიშნავს სიბერეს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ როგორც ქალბატონები აღარ იფუნქციონირებთ, გექნებათ საშინელი კანი. მე ვფიქრობ, რომ პირიქით მენოპაუზის დროს თქვენ უფრო მეტ დროს მე არ ვიცი ახლა ჩვენ გავივლით ამ თემას ალბათ. უფრო მეტი დრო და მეტი საშუალება უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ მიხედოთ საკუთარ თავს, მოახდინოთ კონცენტრირება საკუთარ სხეულზე, ისწავლოთ საკუთარი სხეულის მოსმენა და ასევე რა თქმა უნდა არსებობს ბევრი პრევენცია ამ ყველაფრის და ასევე რეაბილიტაცია. იმ მომენტში არსებობს ალბათ დამეთანხმებით, არსებობს თერაპია, რომელსაც ალბათ ეხლა დღესაც შევეხებით. ბატონო ალექსანდრე, ძალიან პოპულარულია დღეს კეგელის ვარჯიშები და ასევე ინტიმური რაღაც ვარჯიში, რომელიც ეხმარება ქალბატონებს, თუნდაც პრევენცია მოახდინონ შარდის შეუკავებლობის და ასევე აი ამ მენოპაუზის პერიოდში თავისი თავის თვით დარწმუნებისთვის, იმისთვის რომ არ ჩავარდნენ იმ რაღაცა დეპრესიაში, იმიტომ რომ ასე აშინებდნენ ქალბატონებს ადრე დედები და ბებიები, რომ აი ბოდიში მენოპაუზა ეხლა ეს ლამაზად აი კლიმაქსი რო დაგემართება, всё დამთავრდა ცხოვრება. შენ უკვე კანი აღარ იქნება ისეთი როგორც არის, ბზინვარება აღარ გექნება, შენ თმები აღარ გექნება ლამაზი და ბზინვარე და ზოგადად,
всё, აღარ ხარ ქალი. როგორც ალბათ მამაკაცებსაც ხო ეშინიათ ზოგადად რაღაც ასაკობრივ მომენტებს, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება ხო, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ნუ აი ქალებში არის უფრო ძალიან სენსიტიური ეს თემა. და დღეს ვიჯახებით აი ამ ორ ტაბუ დადებულ თემას, რომელზეც არ საუბრობენ და რომლის ეშინიათ. თან როგორ ეშინიათ, იცით ბატონ ალექსანდრე? ანუ ელოდებიან, რომ აი ეს რო დაემართება, всё დამთავრდა. და იქნებ გაუზიაროთ ქალბატონებს, აი მე მაინტერესებს ჯერ აი კეგელის ვარჯიშზე ვისაუბროთ, არსებობს თუ არა მითია თუ რეალობა, რომ ეს ვარჯიში მართლა ძალიან კარგია და როდის უნდა გააკეთო ეს ვარჯიში, მშობიარობის შემდეგ უნდა დაიწყო თუ ზოგადად სულ უნდა ივარჯიშო და ასევე ну მენოპაუზასთან რა კავშირშია ეს ვარჯიშები? მენოპაუზასთან ეგ ვარჯიში არ არის კავშირში, იმიტომ რომ კეგელის ვარჯიში იდეაში სულ უნდა აკეთო. აბსოლუტურად, მით უმეტეს მშობიარობის შემდეგ პერიოდში, იმიტომ რომ მაქსიმალურად მოახდინო მცირე მენჯის სტრესიდან გამოყვანა. მცირე მენჯის სტრესიდან გამოყვანა, რაც მშობიარობამ გამოიწვია, ხო ეს? ამას ჩვენ ვერ გავექცევით. თუ გვინდა ამას გავექცეთ, უნდა გავაკეთოთ საგესრო კვეთა. მეტი სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს. დავიწყოთ ამ კეგელის ვარჯიშის კეთება. მეტსაც გეტყვით. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ კეგელის ვარჯიშის სპეციალური ტრენერი უნდა არსებობდეს, ამას შენით ვერ გააკეთებ. უნდა იცოდე რა უნდა გააკეთო. ხო, რამდენად სწორად აკეთებენ, რასაც აკეთებენ. ვერა, მაგის ძალკენ ტრენერი არსებობს, ფიზიოთერაპევტები არიან, ვინც ეს უნდა ასწავლოს. მეორე მომენტი არის, ერთი არის ასწავლე, მეორე არის გააკეთა თუ არა. შეძლო გააკეთა თუ არა. ამას ვერც გააკონტროლებ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე აბსოლუტურად ყველა ქალბატონს ვსინჯავ და ვცდილობ, რომ ვთხოვო, რომ მათ კუნთები შეკუმშვა. აი, მცირე მეჯის კუნთების შეკუმშვა მოახდინონ რა. ზოგისთვის ეძნელია, ზოგისთვის შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ამის აღთქმა რთულია, აი რა კუნთზეა საუბარი, ვიღაც შეიძლება მუცელს დაჭიმავს ან რაღაცა, ხო, მუცლის კუნთები სხვა არის, მცირე მეჯის კუნთი სხვა არის. და სამწუხაროდ ძალიან ბევრი საერთოდ ვერ კუმშავს ამ კუნთს. იმის გამო კი არა, რომ ვერ გაიგო რა უნდა შეკუმშოს, ვერ ხდება, ნუ მე უხსნით რა თქმა უნდა, მაგრამ ფიზიკურად არ შეუძლია ამის უნარი, იმიტომ რომ მაისი კუნთების შეკუმშადობა აბსოლუტურად განლეული არის. შესაბამისად, ერთადერთი გზა და გამოსავალი არის ჩვენ სპეციალური სავარძლები არსებობს, რომელიც ამ კუნთების რეაბილიტაციას ახდენს, ქალზე მეტად უფრო ინტენსიურად, აქტიურად, იმიტომ რომ ერთი სეანსი ამ სავარძლზე სადღაც არის 7-8000 შეკუმშვა. აი როგორ წამოიდგინოთ 7-8000 ჯერ როგორ უნდა შეკუმშვა ეს შენი კუნთი, ეს სულ ამით უნდა იყოს დაკავებული. ეს ყველას უნდა ოპერაციას გაექცეს და კეგელის ვარჯიშებს ცდილობენ ამოეფარონ, ეგ შეუძლებელი არის. ეს სულ უნდა აკეთო. ეს ერთი, მეორე, სწორად უნდა აკეთო და მესამე ისეთი სტადია უნდა კონდეს ეტაპი ამ პრობლემის, სადაც კეგელი უშველის. იმიტომ რომ თუ ელემენტარულ ჩახველებაზე ეგრევე გეარგრება, კეგელი შეუძლებელი არის და მე იტყვი რომ კეგელი გავაკეთე, ის გავაკეთე, არაფერი არ მნიშვნელოვანია. თავიდანვე სწორ გზაზე უნდა იყოს დაყენებული პაციენტი თავისი სიმპტომებიდან გამომდინარე. ეს ერთი კეგელთან დაკავშირებით. სავარძლის შემდეგ კეგელი უფრო გამოგივა, უფრო ადვილად გააკეთებ. სავარძელსაც შეეხება არასდროს არ უნდა იფიქროს ქალბატონმა, რომ რამოდენიმე რაღაც გარკვეული რაოდენობა სეანსების, იქ 10, 15, 20 და ამით უნდა დაამთავროს. არა, როგორც კი მოეცლის, ისე უნდა მოვიდეს და ისე უნდა გააკეთოს. როგორც ჩვენ სპორტულ დარბაზში დავდივართ და იქ ერთ წელიწადს კი სიარულს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ შედეგი იკარგება, ამ შედეგში ნარჩუნება უნდა, ეგეთი რამე არის სავარძლიც რა. ეს უნდა გავითავისოთ. ეს არ არის ანტიბიოტიკი 7 დღე დალიე და ან სავარძლზე 7 სეანსი გააკეთე და მეტი არა. ეს ფსიქიკაში უნდა ჩაგვიჯდეს, რომ ამ შენ მცირე მენს მოვლა სჭირდება. და შენ არ აგავს იქ 7 სეანსი მოსჯილი და იმას ელოდები, როდის ეს 7 სეანსი დამთავრდება. ეს რაც შეეხება ამას. მეორე თემა მენოპაუზა. კლიმაქსს რატო განვიხილავთ ესეთნაირად, ვერ ხვდებით და სიტყვა ამ კლიმაქსს ესე რატო უდგებით.
ვიცით საერთოდ ეგ სიტყვა რას ნიშნავს, რომელი ენიდან მოვიდა, რას როთარ მოგვიყევით ბატონ ალექსანდრე. ეს არის ბერძნული სიტყვა, რომელიც საფეხურს ნიშნავს. ხო, ძალიან ლოგიკური რამე არის, ხო? ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი შემდგომი საფეხური, ხო, რომელიც ძალიან ბევრი ეტაპიდან შედგება ეს ცხოვრება. ხო და არის ესეთი მომენტი და ამ დროს რაც გარდაქმნები არის სამწუხაროდ ალბათ უნდა არსებობდეს დარგი მედიცინის, რომელიც ეხლა გერონტოლოგია არსებობს, ხო, ეს ხანდაზმულთა, ასე ვთქვათ, მედიცინა, მაგრამ ეს ასევე უნდა არსებობდეს ისეთი დარგი, რომელიც ქალის აი ამ საფეხურზე გადასვლის მომენტს გაავლებს თვალს. კი, ყველა ეთქვის გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები, ჩვენ შეგვიძლია შინაგანი მედიცინის სპეციალისტი ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ უამრავი ქალი ამ საფეხურით შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ასე ვთქვათ, მეთვალყურების გარშე რჩება. ეს რეალობა არის და ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ჩვენ ამ 10 წლიანი ამ კლიმაქტერული პერიოდის დადგომის 10 წლიანი ფანჯარა უნდა გამოიყენო, თუნდაც იგივე ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისა, რომ ძალიან ბევრი რამე, იგივე ეს ვაზომოტორული რეაქცია, ეს ალები, იგივე კანის ცვლილება, იგივე თმა, იგივე ჩხილი, იგივე გულსიძართო სისტემა და იგივე მენტალური სისტემა, ამას ყველაფერი გასაგები არის, მაგრამ მცირე მენჯიც, რომ ეს მცირე მენჯის, ასე ვთქვათ, შენარჩუნება რო არ დაიკარგოს. ამას ძალიან იშვიათად და ეს იმ 10 წელიწადში უნდა გაკეთეს. ითქვა რომ 10 წლის მერე ეს ამას აზრია. მე მიწევს 70, 65, 77, 80 წლის ქალშიც ლოკალურად ჰორმონის დანიშვნა. ძალიან ბევრი ამას ეწინააღმდეგება. ეშინიათ ზოგადად ჰორმონების დალევის, აი მე ვიცი რომ ძალიან ეშინიათ. თან ნახეთ როგორ არის, თან ეშინიათ და თან ეძებენ რაღაცა, აი ხო იყიდება რაღაც ჰორმონები კომპლექსური, აი თქვათ მენოპაუზის ჰორმონები, რომელიც კომპლექსურია და ექიმის გარეშე თვითონ მიდიან და თქვათ ჩუმად თავისთვის იქ რაღაცნაირად თვითონ ეს შეიძლება ვიტამინები უფრო იყოს, ვიტამინები კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს მნიშვნელოვანი თემა არის. მეცაც გეტყვით, თქვათ, რაც არ უნდა სახეს მოუარო, არის ეგეთი ხო, კატეგორია, რომ ძალიან აი ამ ესთეტიკას სახის ესთეტიკით არის დაკავებული და ყველაფერს აკეთებს, ეგ ფილერი იქნება, ან რაღაცა, ან იგივე ფეისჯიმი, მაგრამ მსგავსი ქალბატონი რომ მოდის ჩემთან და მე მას რომ სინჯავ, იმიტომ რომ პრობლემა აქვს ქვედა სართულის იმ მწკერის და ასე შემდეგ, იქაური სიტუაცია ეგრევე მის ასაკზე მეტყველებს. მომენტი მეორე, მაგალითად ადრეული კლიმაქტერული პერიოდი. იქ შეიძლება გენეტიკური მომენტი არის, შეიძლება ონკოლოგიის მომენტი არის, შეიძლება იქ რაღაც ოპერაცია იყო, საკვერცხების მოშორება მოხდა, მაგალითად 38-37 წლის ასაკში, ხო? 45 წლის ასაკში შეიძლება ძალიან ვიზუალურად სახე, ასე ვთქვათ, შნახული არის, რომ ხედავ, მაგრამ რომ სინჯავ უკვე იქ ძალიან ცუდად გამოიყურება ყველაფერი. ძალიან ცუდად გამოიყურება და ის ცუდი გამოყურება, ის გამოფიტვა იმკუნთოვანის ერთ-ერთი მიზეზი არის შადიზაზების შეუკავლობის. აღარ ვამბობ სქესობრივი ცხოვრების დროს, ეგრეთ წოდებული ტერმინი არის დისპარეუნია, ეს არის ტკივნეული სქესობრივი აქტი, იმიტომ რომ ვაგინალური სიმშრალე არის და 1000 მომენტი არის აქედან გამომდინარე. და აი თქვათ, ბატონ ალექსანდრე, არის რამე კავშირი აი შარდის შეუკავლობის და მენოპაუზის რამე კავშირი არის? შეიძლება ერთი მეორემ გამოიწვიოს? აი თქვათ მენოპაუზის დროს უფრო გაძლიერდეს? ანუ ეს აი რასთან არის ესეც დაკავშირებული? მენოპაუზა ეს არის მეორე პიკი. პირველი პიკი მაინც არის სტრესი, მშობიარობის გამო და მეორე სტრესი არის მენოპაუზა, იმიტომ რომ მთელი მცირე მენს სჭირდება ესტროგენი. დაწყებული ქალის ტვინიდან დამთავრებული, რა ვიცი, ნებისმიერი უჯრედი და მათ შორის უჯრედები მცირე მენჯის, ამათ ყველას სჭირდება ესტროგენი და ჩვენ ვიცით, რომ მენოპაუზის დროს ესტროგენი ნულდება. თითქმის ასე ვთქვათ. და რატო გაახალგაზრდავდა მაშინ? აი ნახეთ, დღეს უკვე მე პირადად ძალიან ბევრი გოგო ვიცი, აი ვიცი ქალბატონები 50 წლის ასაკში
უფრო ამ კუთხით ჯანმრთელები არიან, ვიდრე ვთქვათ 40-52 წლის, 38 წლის ასაკში. აი მენოპაუზა რატო უნდა კონდეს მაგალითად 42 წლის გოგო, ну ქალბატონს მაგალითად. ან შარდის შეუკავებლობა რატო უნდა კონდეს 38 წლის გოგოს. კუნთებზე არის ყველაფერი დამოკიდებული შარდის შეუკავებასთან დაკავშირებით, თუ ის გოგონა ყოველთვის ავარჯიშებდა კუნთებს, უფრო დიდი ალბათობით მას ეს არ დაემართება. მენოპაუზის დადგომა ეს ძალიან რთული თემა არის, გენეტიკურიც არის, მაგრამ სხვა თემებს ყოველთვის თავი დავანებოთ, ხო, გარემო თამბაქომაც კი შეიძლება დააჩქაროს მენოპაუზის პერიოდი 1-2 წელი თუნდაც, ხო? ძალიან ბევრი მიზეზია მენოპაუზის დადგომისა. სტრესზეც შეიძლება უცებ დაიწყოს ეს და რაღაც შეიძლება მე ენდოკრინოლოგმა გინეკოლოგმა ეცადოს ჰორმონები დაღადგინოს ეს, მაგრამ შეიძლება ვერ აღადგინოს. ჩვენ უამრავი ქალბატონი მყავს, უშვილო ბის თემაში გადავდივარ, სადაც ჩვენ გვაქვს 37-38 წლის ასაკში ეგრეთ წოდებული საკვერცხლის რეზერვის შემცირება. და ძალიან საინტერესო თემაა ისე რომ ვკითხოთ მე გინეკოლოგ ენდოკრინოლოგებს და რეპროდუქტოლოგებს საკვერცხლის რეზერვის შემცირება აჩქარებს თუ არ აჩქარებს მენოპაუზის დადგომას. ალბათ კი, ალბათ აჩქარებს, იმიტომ რომ ესტროგენის გამუშავება უკვე შემცირებული არის. ესე ძალიან სერიოზული მომენტი არის და ალბათ მთელი გარემო ჩვენი გარემო ძალიან ღარიბია მიკროელემენტებით, მაკროელემენტებით, ის ბაშლი, კომბოსტო, სტაფილო და ესე შემდეგ, იგივე ციტრუსი. დღეს ყველა მაგაზე საუბრობს, რომ ჩვენი გარემო არის გამოფიტული. იმიტომ რომ ნიადაგი არის გამოფიტული და ესე შემდეგ, ხო, უამრავი მომენტი არის. ეს ძალიან გრძელი თემა. კი, და არაერთხელ მე მგონი უნდა დაუბრუნდეთ ამ თემას და ენდომეტრიოზი არის როგორც მაპროვოცირებელი შარდის შეუკავების? კი. მაგრამ ენდომეტრიოზი, ასე ვთქვათ, თავისი პათოლოგიით და პათოგენიზმიდან გამომდინარე შარდის შეუკავებაში ვერ შემოდის. ხო? არანაირად. ის ბევრ სხვა უროლოგიურ პრობლემას. ასაკი, აი ყველაზე ისეთი ასაკი, აი როდესაც გასაგებია რომ ეხლა ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ აი ყველაზე ისეთი ასაკი, სადამდეც შეიძლება ჯერ ქალს კონდეს ჯერ იყოს მენსტრუაცია კონდეს მაგალითად. ამ ეტაპზე აი რო იძახიან რომ 55 წლის ასაკში თუ ჯერ კიდე არის, უკვე არ არის სწორი, ანუ ეს რაღაცის ნიშანია. არ არის ხო? ეს მითია ხო? ინფორმაცია, იმიტომ რომ ზოგადად ითვლება რომ 53-55 წელი ეს მეტნაკლებად აი აქამდე უკვე შესაძლებელია გრძელდებოდეს მენსტრუალური ციკლი. და აი თუ მეტი გახანგრძლივდა ეს რამე პრობლემას ნიშნავს. არა, ჩვენ არ უნდა აგვერიოს ციკლური სისხლიანი გამონადენი არარეგულირებად და უკონტროლო სისხლიან გამონადენთან, ხო? იმიტომ რომ რაღაც მომენტში, როდესაც ციკლი დასრულდება, მერე თუ დაიწყება სისხლიანი გამონადენი, ეგ მართლაც უკვე სერიოზული პრობლემა არის, მაგრამ თუ გრძელდება, რატომაც არა? თუ გრძელდება, რატომაც არა? შეიძლება 2-3 თვიანი ინტერვალები იყოს, შეიძლება გამონადენი იყოს ნაკლები, მაგრამ რატომაც არა? ეს უფრო უკეთესი არის. თქვენ ვერ წამოგგენიათ მენოპაუზის პერიოდის ქალბატონის გულსიძახთა პრობლემები, ინსულტის პრობლემები, ინფარქტის და ასე შემდეგ. ყველაფერი მოდის ესტროგენ დეფიციტზე. მცირე მენს რომ თავი დავანებოთ. და აი რო ვთქვათ, რა პრევენცია არსებობს ამ ყველაფრის? ზოგადად ადამიანის ბუნება ხო ასეა აწყობილი სანამ იქამდე არ, მაგრამ აი ხო არსებობს პრევენცია ამ ყველაფრის, ანუ ფუნქციონალური მედიცინა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ თავისი საკუთარი თავი მოისმინოს, შეისწავლოს, ასევე შეისწავლოს ისე თუ ასე გარემო ფაქტორები და რაღაცა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოს ეს თუნდაც ესტროგენი მის სხეულში, რომ არ შეეჯახოს შარდის შეუკავებლობას. ხო არსებობს რაღაცა პრევენცია ამ ყველაფრის? რა თქმა უნდა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება.
წონაში არ წასვლა, წონის მატებისკენ არ წასვლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი ჯანსაღყვებაში რა იგულისხმება? 1000 მომენტი გვაქვს. ხორცი, ანუ ცილა, ნაკლები პირიქით. ხორცი, ნაკლები. და ძვლებისთვის ხო არის აუცილებელი, ხო იძახიან რომ ცილა რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა თქვათ ცილით უნდა ივსებოდეს. აი როგორ გავიგოთ, რა უნდა ვჭამოთ? ხორცეული პროტეინი, ასე თქვათ, ხორცეული ცილა, განსაკუთრებით ეს იქნება საქონლის ღორის ხორცი ან რაღაცა, ძალიან მავნებელი არის ორგანიზმისთვის. თევზი და ქათამი შეიძლება უფრო უკეთესი არის. შეიძლება კი არა ეგრე არის. და აი ესეთი ხორცი ძალიან მავნებელი არის. ანუ უფრო ალბათ ბოსტნეული. და თქმა უნდა, ბოსტნეულიც უნდა იყოს აქტიურად, იქ ვიტამინებიც უნდა იყოს, რაღაც დოზირებულად ნახშირწყლები უნდა იყოს, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც უნდა გაკეთდეს ჯანსაღყვებაზე. ნუ აი ახლა ვარჯიში თავისთავად, ვარჯიში აუცილებელი არის სიარული, საღამოობით. იმიტომ რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმა ეს მოიტანა, ხო? იმიტომ რომ ბევრი პრობლემები დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან არის გამომდინარე, ადინამიიდან გამომდინარეობს, იგივე ფასტფუდისკენ, მიდრეკილებისკენ არის, ხო? აღარ გჭირდება სადღაც სიარული, ძებნა ან რაღაცა, ყველაფერი დელივერი არის. და აი რა ქვია, აი ქალბატონები ეხლა, მე ვიცი ძალიან ბევრი ქალბატონი წონებით ვარჯიშობს. ანუ წონებით. ნუ ერთია რომ ადრე ჩვენი დედები და ბებიები წონებით ვარჯიშობდნენ, როცა ბაზრიდან მოდიოდნენ. ეხლა უფრო უფრთხილდებიან თავის თავს, ნუ ჯერზეთი ეხლა უფრო მანქანა და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ თქვათ არ მოგიწიოს ამდენი ბოდიში ამ გამონათქვამზე თრევა, მაგრამ წონებით ვარჯიში აპროვოცირებს თუ არა, ნუ იმის საშვილოსნოს დაწევას, რაც შემდეგ შეიძლება შარდის შეუკავებლობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. კი, აბარა როგორ არ აპროვოცირებს ეს პირდაპირ. აი ქალისთვის ხო არ არის წონებით ვარჯიში, რა ვიცი, მე მაპატიეთ ფიტნეს, მე გასაგებია რომ ფიტნესი დღეს ძალიან განვითარებულია, მაგრამ ყველა ფერს და ყველას სჭირდება თავისი კარგი სპეციალისტი, რომელიც კარგად და სწორად მართავს. ყველა ასაკში ქალი გასაგებია ჩვენ გვჭირდება, ვთქვათ, კუნთოვანი მასა ასაკში, ხო? იმიტომ რომ მიდის განლევა ამ კუნთოვანი მასის, მაგრამ ხდება განლევა ძვლის რეზორბციის ფონზე, სათანადოდ თუ ძვლის განლევა არის, მერე კუნთოვანი მასის განლევა არის და ყველა ცდილობს რომ კუნთი გაზარდოს. ამ დროს არავინ არ ფიქრობს რომ ის კუნთი ძვალზეა და ასევე ლიპიდური შრე გჭირდება, ცხიმი გჭირდება, რომელსაც უარყოფენ, იმიტომ რომ ეშინიათ ხოლესტერინის. აი რაღაცა ჯაჭვი არსებობს, ხო, ამ ყველაფერს შორის ცხიმიც ხო საჭიროა, როგორც ყვება. ძალიან რთულია 50 წლის ასაკში რომ მიხვალ და მერე დაიწყო კუნთის გაზდაზე ფიქრი რა, ეგ შეუძლებელი არის რა. ეგ ესე მარტივად ვერ მოხდება, ეს ძალიან ხანგრძლივი და სწორი პროცესი არის, ვერ შეუძლებელი არის, ეს არის ძალიან მონოტონური და თავიდანვე უნდა იყოს ეს დაწყებული რა. რა თქმა უნდა 50 წლის ქალბატონიც უნდა ვარჯიშობდეს, მაგრამ ნუ ახლა კუნთზე არ უნდა იყოს. კუნთზე არ უნდა იყოს ალბათ ორიენტირებული, ხო, იმიტომ რომ ნუ ინტერნეტში 1000 ვარჯიში არის იქ. ბარძაყებზე, ტალიის, მუცლის, სინაკედლის და ეს შემდეგ, ნუ რა თქმა უნდა ფიტნეს ინსტრუქტორთან ეს უფრო უკეთესია, სწორად რო გააკეთო. რა ვიცი, ძალიან რთული პრობლემაა, სწორი კვებაც აუცილებელი არის. აბსოლუტურად. ძილიც ალბათ. ძილი, ნუ ახლა ეს ისეთი რამე არის, რომ ძილის გარეშე უკვე ძალიან რთულია მერე მუშაობა. ხო, მაგრამ დღეს ძილიც ძალიან დიდი პრობლემაა. თქმა უნდა, ძალიან ბევრს არ შეუძლია ელემენტარულად დაძინება და მიხვდით იმისა, რომ კი ყველამ ვიცით, რომ 12 საათამდე უნდა დაიძინო, იმისთვის რომ ჰორმონები კონდეს წესრიგში, იმისთვის რომ ზოგადად სრულყოფილად და ჯანსაღად იგრძნო თავი, მაგრამ ვერ იძინებს ხალხი. ვერც დაიძინებ, იმიტომ რომ დღე ძალიან ხანზე უფრო მეც გრძელდება და 12 საათი ეს ძალიან გვიანია. უკვე ძალიან გვიანია 12. უფრო ადრე, ხო? უფრო ადრეც, ბევრად უფრო ადრე. ხო, მაგრამ იცით რა, აი ახლა მარტო ჩვენ ვლაპარაკობთ ქალებზე, მაგრამ ცოტა იქით შევამცირებ ასაკსაც. აი მაგალითად სპორტსმენები, მე ვიცი, აი ჩემი შვილი სპორტსმენია და ვარჯიშები აქვთ გვიან.
სათანადოდ, აი სპორტსმენია, ხო, წესით რეჟიმი ხო უნდა კონდეს, 10 საათზე ხო უნდა ეძინოს, მაგრამ არ გამოდის ის ვარჯიშებს თუ უნიშნავენ 9 საათზე, სანამ სახლამდე მივლენ, უკვე 12 საათია, მე ხო რაღაცა საკვები ხო უნდა მიიღო ვარჯიშის მერე სპორტსმენმა, წესით უნდა მიიღოს, სუბუქი მაინც. და ამიტომ აი მე ვერ ხვდები, ანუ სად არის ეს სიმართლე, ანუ მივხვდით იმისა, რომ კი ვიცით რომ უნდა დავიძინოთ დღეს და გავიღვიძოთ ხვალ, მაგრამ არ გამოგვდის. ეგ უკვე სხვა პრობლემა არის. ეხლა მე როგორც ვფიქრობ, შეიძლება 9-ზე რო იწყებ ვარჯიშს, ეგ ბევრ რაღაცაზე არგებ საკუთარ შენ მუშაობთან, შენ მერე ამ დროს თავისუფლდები, შეიძლება შენ ზრუნველზე ამ დროს სალია. ეს ძალიან რთული თემა არის, ხო? არსებობდა სპორტ სკოლები, ხო? დილიდან იწყებდა, ჩვეულებრივად აგზელებ შუა დღეს ისვენებ, მერე ისევ აკეთებ, ხო? ალბათ ეგეთი რეჟიმი არის საჭირო. თუ ჩვენ გვინდა პროფესიული სპორტით ვიყოთ დაკავებული, არ შეიძლება, ხო? მე ახლა 8-ზე ვამთავრებ, მანამდე მუშაობ და იმიტომ ვიწყებ მე ესე გვიან ვარჯიშს, ხო? მე მგონი ეს ბიოლოგიური რიტმის დარღვევა არის. ფიტნესშიც გვიან ვარჯიშს. ყველა ფიტნესში იმ დროს მიდის, როდესაც მას სალია. ალბათ ეგეც არ არის ესე, რა უნდა ქნა. მე როგორ უნდა დაიძინოს? ეს არის ცხოვრების წესი და ცხოვრების რიტმი, ხო? არ არის ახლა ეს. სტატისტიკად შეგვიძლია ჩვენ ნახოთ რა პერიოდში, როდის ჩემი აზრით, მე ესე არ დავკვირებული ვარ, მაგრამ ესე მგონია, რომ დიდი მეტი რაოდენობა მოდის დილის საათებზე, იმიტომ რომ ვიღაცა სპეციალურად 6-ზე დგება, 7-ზე დგება, რომ დილით ივარჯიშოს და მერე საღამოს. შუა დღეს შეიძლება ნაკლები, ალბათ. ან მაგრამ რო გამოვკითხოთ, იმის მიხედვით ვის როდის სალია, ისე მიდის. ალბათ ესეა. ხო. ბატონ ალექსანდრე. ოღონდ მე ესე გავაკეთებდი. მაგრამ რა ვქნა? ნუ ალბათ რაღაცნაირად უნდა ისწავლო შენი დროის მართვა და ისე უნდა მოარგო ყველაფერი, რომ თუ გინდა ველნეს პრინციპით იცხოვრო, თუ გინდა და თუ მე მაინც იცით რის მჯერა? ადამიანი, რომელიც ველნეს კონცეფციით იწყებს ცხოვრებას და მინდა ეს მომენტი გამოვიჭირე და ძალიან დიდი მადლობა ვთქვა ახალგაზრდობის არხს, ჩემ არხს და ასევე საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაციას მხარდაჭერისთვის, ვინაიდან დღეს ველნესი არის ჩვენი ერთი მთავარი გამომწვევი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც დღეს ბატონ ალექსანდრე ძალიან ბევრი არასწორად აღიქვავს. რატომაც ყველას გონია, რომ ველნესი არის მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიში და სწორი კვება. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ის თემა, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ესეც ველნესია. ვინაიდან ეს არის ამ კონცეფციის, ანუ შენი ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების ერთ-ერთი ნაწილი, სადაც შენი ორგანიზმი უნდა განიხილო როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, თუ არ მიხედავს შენ სხეულს, შენ ვერ იქნები პროდუქტიული, წარმატებული, ბედნიერი, ვერ იქნები ვერანაირად, იმიტომ რომ ბევრ სტრესს იწვევს, ხო? ქალი მაგალითად იკეტება ამ პრობლემების გამო, ცდილობს მერე იპოვოს სხვა მიზეზები, არ აღიარებს ამას. და პოულობს მერე სხვაგან მიზეს და ის მერე ანგრევს, ის სხვა მერე ანგრევს ადამიანს, ქალს, ნუ დღეს ახლა ქალებზე ვსაუბრობთ, სათანადოდ გამოდის, რომ პატარა პრობლემას კი შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან დიდია, მაგრამ არსებობს აიგერ პროფესორი, რომელსაც აქვს უამრავი ხერხები, მე დარწმუნებული ვარ, ხო, რომელიც დაეხმარება ქალბატონებს. აი პატარა პრობლემა ჩდება, დროულად ჯობია მივხედოთ, ხო? ვიდრე მერე რო გაიზრდება დიდ პრობლემაში, ამასობაში ფარდის უკან მოქმედებ, რაღაცა სხვადასხვა მეთოდებს ეძებ მიზეზებ ამ პრობლემის და საბოლოოდ ჩდება, რომ თურმე ის რაღაცა პატარა ნაბიჯი უნდა გადაგედგა და ყველაფერი დაალაგდებოდა თავისთავად. ეს არის ველნესის ერთ-ერთი ნაწილი. რა თქმა უნდა. ბატონ ალექსანდრე, მამაკაცებს არ აწუხებს ეს პრობლემა? მარტო ქალების პრობლემაა? შარდიშოლობა? კი. როგორ არა, მამაკაცებსაც აწუხებს. პროცენტულად რა თქმა უნდა ნაკლები ალბათობით, მაგრამ აწუხებს. ანუ ეს პროსტატის ამბავი არის, რა თქმა უნდა, შარდბურთის ამბავი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაგალითად მოდის, როდესაც პროსტატის ონკოლოგიის გამო მთლიანად ამ პროსტატას იღებენ
მერე ძალიან დიდი ალბათობით შესაძლებელია მოხდეს შარდის უნებლიე შეუკავება. როდესაც შენ პროსტატას ამოიღებ, იმიტომ რომ პროსტატა ერთგვარი სფინქტერია. ხშირად ეს უშლის მოშარდვაში ხელს. იმიტომ რომ ეგეთი მომენტი არის, დღესაც მსგავსი ოპერაცია გავაკეთე, პროსტატის კეთილსები ჰიპერპლაზია უშლიდა ხელს მამაკაცს ადეკვატურ მოშარდვაში. მაგრამ მეორე მომენტი არის პროსტატის გარეშე როგორ იქნება ეგ სიტუაცია და აქ ისევ და ისევ ერთ რაღაცასკენ მივდივართ. მცირე მენჯმა უნდა დაიჭიროს მერე პროსტატის გარეშე შარდის შეკავების მექანიზმი არის უკვე ამაზე არის პასუხისმგებელი მცირე მენჯი, რაც უფრო მეტად ნაორჩიშები არის მამაკაცი, იმით უფრო უკეთესი შარდის შეკავება ექნება ამის შემდეგ. ასე რომ იქაც იგივე არის. იგივეა და ესეც თავისთავად მე ხა უბრალოდ ვინაიდან ჩემი მაინც უფრო ქალების თემა, ესე ცალკე მამაკაცებზე სასაუბროთ არ მგონია რომ ეთერი დაუთმო, იმიტომ რომ მაინც ცოტა კონტენტს გადავხვევ, მაგრამ ველნესი არის არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არის მამაკაცებისთვისაც და მამაკაცი არის ქალბატონების ცხოვრების ნაწილი, სათანადოდ სტრესული მამაკაცი სტრესავს ქალბატონს. ამიტომ ფიქრობ, რომ მამაკაცებიც ლოგიკურია, უნდა მოუარონ საკუთარ თავს იმისათვის, რომ მათი ქალბატონებიც იყვნენ ბედნიერები, ჭყიალები, სულ ანათებდნენ, იმიტომ რომ მამაკაცთანაც არის ეს პრობლემა, ხო? ის ჩდება, მამაკაციც იგივე მალავს, ფარავს, არ აღიარებს, როგორც თავის მეგობრებში, ასევე მით უმეტეს თავის საყვარელ ქალბატონებში, მერე ეძებენ ახალ სიყვარულს, ახალ რაღაცა რაღაცა იმას პრიკლუჩენიებს, რასაც ქვია, ამასობაში ის პრობლემად რჩება და ამავე დროს ხდება მე როგორც ქალების დამცველი მცველი გამოვდივარ, გამოდის რომ ინგრევა ოჯახები, ინგრევა ურთიერთობები და სულ ისევ და ისევ რაღაცა აი ერთი და იგივე პრობლემის გარშემო ვტრიალებთ, რომ ჩდება პრობლემა, მოაგვარეთ სწრაფად მიხედეთ, არსებობს ვარჯიშები, არსებობენ ექიმები, არსებობს რაღაცა მკურნალობა, არ არის აუცილებელი ეგრევე რაღაც სერიოზულ მკურნალობამდე მივიდეთ. აი ამის ეშინიათ, იცით? ეშინიათ, რომ აი ჰორმონების, იმიტომ რომ ჰორმონი გაასუქებს, ჰორმონი შეაშუპებს, აი ეს ჰორმონი ათასნაირია, ხო, რომ გახდე ეგ მამისთვისაც ჰორმონებია საჭირო. რომ გახდე ამისთვისაც ჰორმონები არის საჭირო. შენ როდესაც ხდები მაგ დროს ჰორმონები მუშაობს, შენ როდესაც სუქდები, მაგ დროს ჰორმონები მუშაობს. შენ როდესაც არაფერს არ აკეთებ, მაგ დროსაც ჰორმონები მუშაობს. ჰორმონი ათასნაირი არის. ასე რომ ანუ ამისთვის ახლა ძალიან რატომ უნდა იდგეს რაღაცა მითი, რომ ეს ცუდი რამე არის, არა. Ну, ასე გამოდის. ანუ ძალიან კარგად უნდა იყოს, სწორად უნდა შერჩეული იყოს ალბათ მენტორი, ექიმი, ადამიანი, ვინც დაგეხმარება. Ну, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს როგორ გითხრათ ახლა, ერთი ჭრილში არ უნდა შეხედო მაგას. შენ პრობლემას კი არ უნდა უყურებდე, შენ მთელს ორგანიზმს უნდა უყურებდე, ხო? არ შეიძლება მაგალითად ღამე, როდესაც მამაკაცი დგება, იმას მისი ღამე ადგომები დააბროლო პროსტატას. არ შეიძლება ეს ღამე ადგომები ბევრი მიზეზის გამო შეიძლება იყოს, ეს გულის გამო შეიძლება იყოს, რაღაცა სტრესის გამო, უძილობის გამო და ეს შემდეგ, ხო? არ შეიძლება ამის გაკეთება, ხო? და რამდენი შემთხვევა არის ამის გამო მამაკაცს თქვა ოპერაცია გაუკეთა პროსტატაზე, ხო? იგივე იქნება მაინც. ძალიან პატარა სეგმენტი არის ღამე ადგომები პროსტატის გამო. უმეტესი სეგმენტი, ნაწილი, წილი პრობლემისა ამ პროსტატასთან საერთოდ კავშირში არ არის. მე ხშირად მაქვს შემთხვევა, რომ ღამე ვდგები, აი გავუკეთე პროსტატაზე ოპერაციას და მაინც ვდგებიო. მე ხომ გითხარი, ჩვენ ხო გქონდა მაგაზე საუბარი, რომ პროსტატის ოპერაცია თქვენ გჭირდებათ სულ სხვა მიზეზის გამო, რომ თქვენ უფრო თავისუფლად მოშარდოთ. 7 ძილი ღამე არ ადგები. ღამე დგები, მეუღლესაც აღვიძებ, ხო? ესეც უქს მაგაზე. ნუ ეგეთი მომენტი არის, ნუ აი აქედან რომ წარმოიდგინოთ, რომ დავიწყოთ ახლა ისე, ხო? და ამ თემაზე საუბარი და აი ამ თემით რომ დაიწყოს თქვა ოჯახის
სკანდალი ასე ვთქვათ, ხო? ისა დისბალანსი და ეს ჰორმონია რო დაირღვეს, ხო? მე ვეღარ ვიძინებ, მე არ შემიძლია მე ჩაძინება, შენ შეგიძლია მე ისევ ძილი გააგრძელო და ესე შემდეგ. ნუ აი ბატონო ალექსანდრე, არ არის აი თქვენი აზრით იმ პრობლემას არ ვეჯახებით, რომ კონსულტაცია როგორც ისეთი არ არსებობს და ძალიან ხშირად ექიმები ცდილობენ, რომ ეგრევე გადავიდნენ პრობლემის მოგვარებაზე, იმის მაგივრად, რომ გამოკითხონ, კარგი ანამნეზი შედგეს, იქ ფსიქოლოგიურადაც მოხდეს სიღრმისეული შესწავლა ადამიანის ფსიქოტიპის ელემენტარულად შეიძლება სტრესის ფონზე აქ თქვათ და ეს პრობლემა და შეიძლება ფსიქოლოგი ჭირდება ან კიდე სხვა თქვათ აი თქვენი აზრით არის აი შეიძლება ამ კუთხითაც შევეხოთ ამ პრობლემას ვინაიდან დღეს მე როგორც ვიცი მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ისე სიღრმისეულად უდგებით პაციენტს ესაუბრებით გამოკითხავთ მაგრამ თქვენაერი ყველა არ არის ვიცი რომ მიდიან ეუბნებიან ეს მჭირს წადი ახლა ეს ანალიზი ეს ეხო და всё ოპერაცია ძალიან სერიოზული თემა შეეხეთ ახლა თქვენ ჩემს პრაქტიკაში ესე არის რომ თვითონ პაციენტი არის ეგეთი. იმიტომ რომ მას გონია უმეტესობას ყოველ შემთხვევაში რომ მე აუცილებლად უნდა ვნახო მისი ანალიზები. მე მაგალითად მისი ანალიზები ალბათ ბოლო პლანზე მაქვს. იმიტომ რომ მისი სიტუაცია მაინტერესებს, რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს, თავად როგორ უყურებს თავის პრობლემას, რას უკავშირებს თავის პრობლემას, რატო დაეწყო, როდის დაეწყო, პირველად არის გაუმეორდა და ესე შემდეგ, ხო? აი აქედან რომ დავიწყოთ. რაც შეეხება ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, სტატუსის დამძიმება, ეს ძალიან ხშირად ჩანს. მაგრამ რამდენადაც მირჩევია, მოდი ესეთი სპეციალობის ექიმი ჩართოთ. არა, ხო, არ მუშაობს. ძალიან დიდი უარყოფა არის და ნეგატიური რეაქცია არის ამაზე. ამას ბევრი არ აღიარებს. ბევრი ვერ აღიარებს. ურჩევნია რომ მას ჰქონდეს კლინიკური დიაგნოზი და წამალი მიიღოს, ვიდრე ფსიქოლოგიური კუთხით რო გამოუჯობესდება მისი მდგომარეობა, შეიძლება იგივე ჩივლები საერთოდ გაქრეს. ყოფილა შემთხვევა თქვენგან საუბრის მერე წავსულ და აღარ დამჭირვებიაო, იმიტომ რომ განმეორებით ვიზიტზე ხომ დავიბარე, იმიტომ რომ სხვანაირად შეხედა თავის პრობლემას. ერთი რამე ვთქვათ, რომ შენ ექიმთან თუ მიდიხარ, არ ნიშნავს რომ შენ ავადმყოფი ხარ. ჩემთან პაციენტი ადამიანი რომ შემოდის, ის ყველა ავადმყოფი არ არის. იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მომენტი არის, რაც მისი ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის ჩვეულებრივად დამახასიათებელი მომენტი იყოს სხვათ. ყველა სიმპტომი არ ნიშნავს დაავადებას და დიაგნოზს, ხო? დავიწყეთ საუბარი უძილობასთან დაკავშირებით, ხო? განტვირთვა მშობლების მერე იქ 10 დღე იქნება და 2 კვირა შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირად გაგრძელდეს იმ ადამიანის ცხოვრება და თავისი ხმიანდგომების გამო არც პროსტატის ოპერაცია არ დაჭირდეს და არც ოჯახის დანგრევა. კი ბატონო. ბატონო ალეკო, არ ფიქრობთ, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, მე სულ აი ძალიან ზოგადად ტიპაჟურად ისეთი ადამიანი ვარ, სულ მგონია, რომ ადამიანის ცნობიერების, ამაღლებისთვის, განვითარებისთვის ზოგადად ცოტა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყო მუშაობა. და ამისათვის აი მაგალითად ბავშვებში, როდესაც ბავშვი გაკვეთილზე ზის და უნდა ტუალეტში გასვლა და მასწავლებელი არ უშვებს რაღაც მიზეზის გამო. ან დედა მაგალითად რომ მოითმინე, ეხლა არა, აი ამით ხო არ ხდება ნელ-ნელა ორგანიზმის დანგრევა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანს აქვს მოთხოვნილება ტუალეტში გასვლის, ლიმფური სისტემა ამ დროს აქტიურად მუშაობს და გამყოფი ორგანო მოითხოვს ამას. ხო, როგორც ჩვენი პირველყოფილი ადამიანები მაშინ ეს ჩვეულებრივად ადრენალინზე იყო, ხო, ყველაფერი დამოკიდებული, იქ არავინ არ ფიქრობდა, რომ აქ სირცხვილია, ეხლა დრო არ არის და რაღაცა სადაც უნდათ, იქ შარდავდნენ თქვათ, ხო? მაგრამ, ნუ აი ახლა ბავშვის შემთხვევაში მე უკვე ზრდასრულ ასაკში მე ძალიან
ძალიან ბევრი ქალბატონი ვიცი, რომელიც იძახის, იმიტომ რომ მეც მაქვს შეხება ზოგჯერ რაღაცა სხვა კუთხით, მაგრამ მეუბნებიან მე მთელი დღე შემიძლია შევიკავო და საერთოდ არა, მაგრამ ეგ არ არის სწორი და ხო არ იწვევს აი ეს მენტალური რაღაცა პრობლემა, აი ის დანარჩენი რაზეც ვისაუბრეთ, ხო არ იწვევს ეს ყველაფერი ამ ყველაფერს. თუ ჩვენ ხშირად არ გავალთ საფირფაშოში, ეს შარდშევიკავებას არ გამოიწვევს. მაგრამ ეს მეორე პრობლემას გამოიწვევს. ორ პრობლემას გამოიწვევს. პირველი ის არის შარდბურთის მუდმივი გადაბერვა, გადაწელვა, ასე რომ ვთქვათ, ეს კუნთი არის და კუნთს უსაშუალოდ ვერ გაწელავ, იმიტომ რომ ის მერე თავის შეკუმშადობას აიკლებს და წლების განმავლობაში საერთოდ შეიძლება ესე მივიდეთ იმ მომენტამდე, რომ შარდბურთი შეიძლება ვერც კი შეიკუმშოს. ეს ერთი და მეორე მომენტი არის, ახლა დავფიქრდით თქვენ რასაც ამბობთ, ეს არის რომ შარდში ბაქტერია სულ არსებობს და შენ თუ ასე ვთქვათ 1-10 საათი არ მოშარდავ, ამ ბაქტერიების რაოდენობა 1-10 ჯერ გაიზრდება და შენ უფრო მეტად იქნები მიდრეკილი საშუალო ინფექციისკენ, ხო? ხო და საშუალო გზების ინფექციისკენ მიდრეკილება ძალიან ეს საკი ახალი თემა არის გადაცემისთვის და ჩართვისთვის, ხო? საშუალო გზების ინფექციების მიზეზები და რისკ ფაქტორები ეს. გაითვალისწინეთ ქალბატონებო და ბატონებო. ეს სხვა თემაა და ნუ ამაზეც ნებისმიერ დროს ვისაუბრებთ. აი გვაქვს ჩვენ ზუსტად მიზეზი. საშუალო გზების ინფექციის განვითარება ყველას გონია რომ ერთ ანტიბიოტიკს მოაგვარებენ. ეხლა პუბლიკაციას და სტატიას ვამზადებ და იქ კითხულობდი ხარც ეფექტურობა რა უფრო უკეთესი არის ანტიბიოტიკის მუდმივი გამოყენება 6 ან 1 წლის განმავლობაში სპეციალური იმუნომოდულატორი რომელიც შენ ორგანიზმს აძლიერებს იმუნიტეტს აძლიერებს თუ რა ვიცი ხანრა ხო და ყველაზე ცუდი აღმოჩნდა მუდმივად ანტიბიოტიკის გამოყენება. იმიტომ რომ მუდმივად ანტიბიოტიკის რომ იყენებ, შენ რომ ის არ დაგემართოს, ხო? უფრო ხშირად გემართება ეგრევე. უფრო მალევე გემართება, როგორც კი ამ ანტიბიოტიკს დაასრულებ. ვიდრე იმუნომოდულირება და ვიდრე ხანრა, ხო? აი ამ იქ რაღაცა ის არის, იქ ფიტო ჩაი არის და ეგეთი რაღაცა, მაგრამ ანტიბიოტიკი ყველაზე დამანგრეველი არის ნებისმიერ შემთხვევაში. იმიტომ რომ ანტიბიოტიკი კარგსაც და ცუდსაც სპობს და შენ საშუალო გზების ინფექციისგან შენი საკუთარი კარგი ბაქტერიებიც გიცავს. ხო. სქესობრივი ცხოვრებისთანაც დაწყება, ეს ბიძგი, კლიმაქტერული პერიოდის საშუალო გზების ინფექცია, ეს ვაფშე სულ სხვა თემაა. სულ სხვა თემაა და ნახეთ როგორი ძვირფასი ადამიანია და როგორი სიღრმისეულია ზოგადად ეს თემები. და ვფიქრობ, რომ ზოგადად რეპროდუქტიული სისტემა, გამყოფი სისტემა არის wellness ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ვინაიდან ფაქტიურად ადამიანის სხეული, ხო, ფსიქიკა, ანუ ნერვები, სტრესი, ყველაფერი არის დამოკიდებული ერთმანეთთან. ნუ ზოგადად 12-ვე სისტემა არის ერთმანეთზე გადამული, მაგრამ ნუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. დანარჩენ ყველაფერთან ხა იმუნური სისტემაც გასაგებია, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც დღეს ძალიან აქტუალური პრობლემაა და ჩვენ ძალიან ტაბუ დადებულს ეხლა კითხვებს და საკითხებს შევეხეთ ჩემი აზრით. იმიტომ რომ ამაზე ხმამაღლად საქართველოში არ საუბრობენ. ამიტომ ნუ არ საუბრობენ, ერიდებათ ზოგადად. რა შეეხება ცნობადობის ამაღლებას, ეს როგორც სკოლიდან და ასევე მეც აუცილებელი არის და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ Facebook ჯგუფი მაქვს მე ქალთა უროლოგია, ქალბატონებზე ზრუნვა, სადაც უკვე 4 წელიწადზე მეტი, მე-5 წელი დაიწყო, რასაც ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ, შევყოლება რომ ეს მოგვარებადი პრობლემა არის, საშუალო გზების ინფექციას თუ დროზე არ მივხედავთ, ეს მიდის ჯოჯოხეთში რაც არის ქრონიკული ცისტიტი და აი ცნობადობის ამაღლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როლი აქვს, იმიტომ რომ შენ თუ გინდა შეეცვალო პრობლემის მართვა, შენ საკუთარი ცნობადობა და ცოდნა უნდა შეცვალო. ამის მერე შეიძლება თორე ისე ვერ მოხდება ვერაფერი. და ყოველი ჩვენი ადამიანი, პაციენტი, ქალბატონი თავად უნდა იყოს თავის ორგანიზმის მართვაში ჩართული.
იმიტომ რომ ექიმიდან ექიმამდე და ექიმის დანიშნულებით ის 5 დღეს წამალი მიიღოს ან რაღაცა მხოლოდ ამის შესრულებით არაფერი არ გამოვა. ნამდვილად. ძალიან მეამაყება ის ფაქტი, რომ ბატონი ალექსანდრე არის ჩვენი ასოციაციის საპატიო წევრი და აი ზუსტად აი ამ ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან ბევრ წვლილს დევს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაინტერესდებით მისი გვერდით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ და თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივად მიმართოთ, მიწეროთ, კითხოთ, ყოველთვის ღია, მე როგორც ვიცი, ძალიან ღიად საუბრობს შეგიძლიათ, მე მგონი ის პირადადაც აქვთ მიწეროთ, გასაგებია, რომ ჯერჯერობით ალბათ არ გინდათ რომ აღიაროთ რაღაცეები საკუთარ სხეულში, მაგრამ მოგიწევთ თუ გინდათ რომ იყოთ ჯანმრთელები და სრულყოფილები და მით უმეტეს ახლა ბედნიერება, რომელიც ასე გვჭირდება ყველას და ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი თუ რამე აწუხებს. რა თქმა უნდა, აბა რა. რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს? საკუთარ თავის მოსმენა უნდა ისწავლონ და რო ისწავლონ საკუთარ თავის მოსმენა, ძალიან ბევრი უნდა იმეცადინონ და ძალიან ბევრი რაღაცნაირი განათლება უნდა მიიღონ. განათლება, კი. ელემენტარულის თუნდაც და სწორი განათლება უნდა მიიღონ რა, იმიტომ რომ არ შეიძლება თქვათ ისეც განათლება არის ბშყალებში, რომ ოდიგანვე ესე იყო და შენც ესე უნდა იყო და მეორე განათლება, ცუდი განათლება ეს არის, რომ ჩვენ სულ ყველა ფურადონინს სვამდით და შენც ფურადონი უნდა დალიო და აი ესეთნაირად უნდა გაწირო ახალგაზრდა გოგონა რა, იმიტომ რომ სხვანაირად ესე იყო და ესე უნდა გაგრძელდეს, ესე არ შეიძლება და ეს ტაბუც უნდა დაინგრას და ეს ფარდაც უნდა ჩამოვხიოთ ამას, იმიტომ რომ დღესაც ვამბობდი, რომ ყველა ქალბატონს აქვს ძალიან ცუდი გზა, პრობლემისკენ მიმავალი გზა და ჩვენს აბსოლუტურად სულ სხვა გზას ვთავაზობთ. ამ პრობლემისგან გამოსვლის გზას ვთავაზობთ. ბატონო ალექსანდრე, სანამ დავამთავრებთ, ჩვენ ისეთ საინტერესოა ეს ყველაფერი და ისე მინდა რომ არასოდეს არ მთავრდებოდეს, იმიტომ რომ იმდენი კითხვა მებადება ეხლა. მაგრამ ნუ რა ვქნათ, ხა დრო ძვირფასია, მაგრამ ერთ თემას მინდა, აი კიდე ერთი თემა თუ შეიძლება დროს წაგართმევთ. აი მამაკაცის და ქალის ურთიერთობის დროს ეხლა არ არის აუცილებელი ქმარი იყოს, მაგრამ როდესაც არის აი ეს მენოპაუზა და შარდის შეუკავებლობა და აი ამ დროს უნდა იყოს ქალი ღია და ღიად უნდა საუბრობთ. ან მამაკაცი როდესაც პროსტატიტის პრობლემა აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, პრობლემაა. აი ორ ადამიანს შორის არის პრობლემა. ორი ადამიანი ერთმანეთს ეკუთვნის, თქვათ ოჯახია და ასე შემდეგ და ჩდება პრობლემა. ქალები მალავენ, მამაკაცებიც მალავენ. ამ დროს პირიქით, ჩემი აზრით, ერთმანეთს უნდა გაუმხილონ ეს და ერთად მოაგვარონ, ხო? ეს პრობლემა, ჩემი აზრით, და უფრო გამყარდება ასე ოჯახი. ძალიან ხშირად აი ეს პრობლემები ანგრევენ ურთიერთობებს და იქნებ მოუწოდოთ ოჯახებს, რომ თუ ჩდება მაგალითად პროსტატიტის პრობლემა, მენოპაუზის პრობლემა, შარდის შეუკავებლობის რაღაცა აი ეს სტრესი ასეთი, რომელიც შეიძლება რაღაც დისკომფორტს აძლევს ქალბატონს. ხომ არ ჯობია რომ მიმართოს უთხრას თავის პარტნიორს ამის შესახებ და ერთად დაიწყონ ამ პრობლემის მოგვარება. რა თქმა უნდა, ეგრე არის ხო. ზუსტად ესეც უნდა მოხდეს. პრევენციულად და თუ პრევენციის რაღაც ეტაპები არის გამოტოვებული და ეს პრობლემა უკვე დადგა, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ ეს პრობლემა როგორც სოციალურ პრობლემას გამოიწვევს, პიროვნებებს შორის ურთიერთობების დაანგრევას გამოიწვევს, ასევე ორგანიზმში ბიოლოგიურ პრობლემებსის გაღრმავებასაც გამოიწვევს, ხო? ეგ ბუნებრივი არის, აუცილებელი არის. პირველივე სიმპტომების დროს, გაჩენის დროს ელემენტარული კითხვაც აუცილებელი არის ექიმთან, ხო? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.
მე ვფიქრობ, რომ უსასრულოა ეს თემა და კიდე ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და მე თუ იქნება შანსი კიდე და თქვენ გამონახავთ დროს ჩვენ ისედაც ახლა გვექნება კომუნიკაცია ვინაიდან ჩვენ ასოციაციას ცოტა ხანში ექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ბატონი ალექსანდრე გამოვა საინტერესო თემით. ჩვენ გვაქვს ეს ბედნიერება, მაგრამ ზოგადად რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აი ეს ცნობიერება ავამაღლოთ? მეტი უნდა ვისაუბროთ. მეტი, ღიად. ღიად? არ უნდა გვეშინოდეს ამ თემების, ხომ ასე? არა, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. კი. 5ჯერ. არ აქვს მაგას. იმიტომ რომ პირდაპირ ვამბობ, ყოველთვის მაგას ვამბობ, ხო? რაც უფრო ადამიანი ადრე დაიწყებს პრობლემის მოგვარებას, უფრო უკეთესი შანსი აქვს, რომ ეს პრობლემა დაამარცხოს. იმიტომ რომ მერე მაინც მოვა და მერე უკვე გვიან იქნება. კი ბატონო. აი, ძალიან ძვირფასი სიტყვებია. მერე მაინც მოვა და მერე გვიანი იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო, სიღრმისეული საუბრისთვის. მე მგონი მე და თქვენ პირველები ვართ, ვინც საქართველოში ასე ღიად აი ასეთი ფორმატით შევეხეთ მენოპაუზას, კლიმაქს, პროსტატის, შარდის შეუკავებლობას, კი დიახ, დღეს აი ასე ტაბუდადებულ თემებს ვეხებით ღიად, ვინაიდან ეს არის თქვენი სხეულის ნაწილი, ეს არის პრობლემა, მე არ დავარქმევ პრობლემად, ეს არის სტრესი, რომელიც მოგვარებადია, არსებობს პრევენცია და არსებობს ამის რეაბილიტაცია. შეიძლება ცხოვრების წესის შეცვლით, სწორი ადამიანების და ექიმების მოსმენით თქვენ ეს პრობლემები, უფრო სწორედ ეს სტრესი მოაგვაროთ. ეს იყო ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრეს და ასევე თქვენ დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი არხის გამომწერები. და თუ არ ხართ ჯერ, გამოიწერეთ, გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს და თუ რამე კითხვა დაგებადათ, დატოვეთ კომენტარი, ვინაიდან ყველა თქვენი პატარა კომენტარიც ჩვენი არხისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. დიდი მადლობა.